ბუჩქებს უკან საზასაოდ აყუდებული 13 წლის ბავშვები ყოფილა ნორმა ამ ქვეყანაში. ასევე ამავე ასაკის ბავშვები და მათ შორის ხაზგაუსვა მგოგონები, რომლებმაც 2 დღის წინ დაახლოებით სიგარეტი და სანთებელა მთხოვეს, ასევე ყოფილა ნორმა. და მშობლები, რომლებიც ესეთ ბავშვებს ზრდიან ჩემს ვიდეოზე და თუ ჩემი წინა ვიდეო არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ, რომ მიხვდეთ, რაზე ვსაუბრობ. მიწერენ, რომ თურმე ბავშვს ქონია არჩევანის თავისუფლება. მაშინ, როდესაც არჩევანის თავისუფლებაზე წარმოდგენა არ აქვთ. რა თქმა უნდა, არც მშობელს და თავისთავად შემდეგ არც ბავშვს. ადამიანმა იმისთვის, რომ რამე აირჩიოს, მას უნდა ჰქონდეს არჩევანი. და თქვენ მსგავსი მიდგომით ბავშვებს არჩევანს არ უტოვებთ. ბავშვი ყოველთვის აირეკლობს მშობელს. ბავშვი იბადება სუფთა ფურცელი, წარმოიდგინეთ, არის პლატფორმა, რომელზეც შემდეგ მშობელი აშენებს და მშობელი ასწავლის ღირებულებებს და ფასეულობებს. ბავშვმა, რომელმაც გუშინ გაახილა თვალი და ეხლა ახდენს ადაპტირებას სამყაროში, ნამდვილად არის რა არის სწორი და რა არის არასწორი. და აქ უკვე ყველაზე დიდ როლს თამაშობს მშობელი. ძალიან ბევრი ინტრიგანი ჩაერთო გუშინ ამ მიმოხილვაში და ისიც მითხრეს, რომ თურმე ეს რატო არის ჩემი განსახილველი და ვინ როგორ გაზრდის შვილს, რა ჩემი საქმეა. მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მშობლის ან შვილის პრობლემა. აქ ეს იმდენად უკვე ნორმად გადააქციეს და ნორმად იქცა მსგავსი ჩაცმულობით ბავშვები, მსგავსი სალონური პროცედურებით, მაკიაჟებით და ასე შემდეგ, რომ ეს ნორმა და იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანი აპირებს აღზარდოს შვილი და არა მხოლოდ გააჩინოს და შემდეგ ბედს მიანდოს და როგორც ისინი ამბობენ, თავისუფალი არჩევანის უფლება მისცეს თავიდანვე, სადაც ამ ბავშვებს უწევთ და მათ შორის სკოლაში, სადაც დღის უმთავრეს ნაწილს ატარებენ ბავშვები, 32 ბავშვი და რომ 30 ბავშვი შენს გარშემო არის მსგავსი სალონური პროცედურებით, მოუჩანს სხეულის ყველა ნაწილი, გამოიყურება ისე, როგორც 25 წლის ნაშა და ეხლა კიდევ აქ ვიღაც მეტყვის, რომ ბავშვებს როგორ მოვიხსენიებ, არა ბავშვებს არა. იქნებ კარგად გაიაზროთ, ან მხოლოდ მოსმენა არ არის საკმარისი, კარგად გაიაზროთ, რაზე ვსაუბრობ. და აი ამ ორ ბავშვს, რომელსაც არ აქვს მსგავსი მისწრაფებები და არ უნდა რომ მათსავით გამოიყურებოდეს, თვლის რომ ის არის დაჩაგრული. არის ეს იმდენად ნორმა გახდა სკოლებშიც და გარე სივრცეებშიც, რომ ბავშვი, რომელსაც ესე არაცვია, ესე არ გამოიყურება, ესე ამხელა ფრჩხილი არ აქვს და ესეთი მეიქაპი არ უკეთია, ფიქრობს, რომ არის რაღაცნაირად განსხვავებული მათგან, დაჩაგრული და სხვათა შორის ხშირად ხდება ესეთი ბავშვი ბულინგის მსხვერპლი მსგავსი გარემოცვისგან. ამიტომ ეს ბევრად მასობრივი პრობლემაა, ვიდრე ერთი და ორი მშობლის პრობლემა. ბავშვებს, რომლებიც არიან პუბერტატულ ასაკში, რომელსაც გარდატეხის ასაკს ვეძახით, ამ დროს ბავშვმა არ იცის რა უნდა, არ იცის ვინ არის და საკუთარი თავის ძიებაშია. როგორ შეიძლება ესეთმა ბავშვმა გააკეთოს არჩევანი? თუ ის ამ კონკრეტულ პერიოდში, როცა ის თვით ძიებაშია, მოხვდა არასწორ გარემოში და მოხვდა არასწორი ადამიანების წრეში, ჩათვალე, რომ ის იქ დარჩა და აი დაახლოებით იცით რას გავს? ბავშვი, რომელიც არის 2-3 წლის და მან არ იცის, რომ ქურაზე რომ ქვაბით გას და ცხელია და იქ რაღაც იხარშება, არ უნდა შეეხოს, იმიტომ რომ დაიწვება და შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს. ეს თუ მას მშობელმა არ ასწავლა, ხო, მაშინ ეს მისი თავისუფალი არჩევანია, შეუძლია მივიდეს, ხელი მოკიდოს და შეიძლება ისე დაიწვას და ისე დაიმახინჯოს საკუთარი სახე და საკუთარი ცხოვრება, ან ფატალურად დაასრულოს სიცოცხლე, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გექნებათ. 13, 14, 15 წლის ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სხვა მიზნები, სხვა ოცნებები, ბავშვური ბედნიერებები. სხვა რაღაცები უნდა უხაროდათ ცხოვრებაში და დღეს ხდება ის სამწუხაროდ, რომ მათი ერთადერთი საფიქრალი არის ინტიმური ურთიერთობები ამ ასაკში, ინტიმური ურთიერთობები და არის სოციალური ქსელები და იქ რასახის ვიდეოებს შეხვდებით მსგავსი ასაკის ბავშვებისგან, ალბათ ჩემზე უკეთაც ბევრს გეცოდინებათ და ნანახი გექნებათ. აქვე ჩემს პირსინგთან დაკავშირებითაც გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ
ბევრმა მსგავსმა მშობელმა მკითხა ნიშნის მოგებით, რომ შეინო რამდენი წლის ასაკში გაიკეთეო პირსინგია და ესე საჯაროდ გპასუხობთ, რომ მე პირსინგი გავიკეთე 30 წლის ასაკში გაგიკვირდება და არა პუბერტატულ ასაკში და არ მქონია დახვრეტილი ცხვირი პირი, ყური, ტუჩი და შუბლი. ასე რომ მაშინ, როდესაც ზრდასრული ადამიანი აკეთებს კონკრეტულ არჩევანს და აცნობიერებს და გაცნობიერებულად აკეთებს, რომ რაღაც მოსწონს, ან რაღაც არ მოსწონს, მაშინ უკვე შეუძლია მიიღოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება, მაგრამ არა პუბერტატულ გარდატეხის ასაკში და არა მოზარდობის ასაკში. და ასევე ყველა გარყვნილებას, ყოველგვარ უგვანგცევას მიაწერენ ხოლმე, აი ეგ არის თქვენი ევროპა. არა საყვარელო, დარწმუნებული ვარ, უკვე ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდათ ევროპაში გადაადგილების საშუალება და ზოგი საერთოდაც იქ ცხოვრობთ და გეცოდინებათ, რომ ევროპაში საბავშვო მაღაზიებში, სადაც ბავშვის ტანისამოსი იყიდება, რომ შეხვიდეთ, ისეთი საყვარლობა პეპლებიანი, გულებიანი, გულისხმობ 10-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვებს ტანსაცმელი იყიდება, რომ ეხლა ესეთ ბავშვს ქართველ ბავშვს ჩამოუტანო, არ ჩაიცვამს, იმიტომ რომ მე გოიმი იქნება. ანუ ეგოიმებად ესეთი ტანსაცმელი. და ევროპაში საერთოდაც არ გამოიყურებიან ისე, როგორც თქვენ გგონიათ და საერთოდაც არ დადიან მეიქაპებით, გრძელი ბრჭყილებით სკოლაში ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, და უკვე ზრდასრულ ასაკში როდესაც ადამიანი თვითონ დამოუკიდებლად იღებს პასუხისმგებლობებს და საკუთარ თავზე თვითონ ხდება პასუხისმგებელი, კი ბატონო, რაც გაგიხარდებათ და როგორც გაგიხარდებათ.